ხშირად მოგონება სურნელებთან ასოცირდება, ზოგიერთი ადამიანი კი ამა თუ იმ სეზონს ფერებით იმახსოვრებს ზაფხულის სურნელებასთან. ყველას თავისი ასოციაცია აქვს, იქნება ეს ზღვის, ბუნების თუ უბრალოდ საყვარელი ადამიანის სუნამოსი. რაც ხშირად ხდება ხოლმე. როგორია ადამიანებისთვის ზაფხულის სურნელი და რატომ აღზრავს სხვადასხვა კონკრეტული არომატი, კონკრეტულ მოგონებებს შუადღის გადამღები ჯგუფი მოქალაქეებს და ფსიქოლოგს ესაუბრა, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც თეო ცოცხილიძე მოგვიმზადა. ამაღელვებელი ისტორიების, ბავშვობის მოგონებების, სიყვარულის, განშორების. ბებიასთან და ბაბუასთან გატარებული დღეების სეზონი ბევრ ასოციაციას და კიდევ უფრო მეტ ემოციას იწვევს. ზაფხული ხანდახან სილაღესთან, ხანდახან სევდასთანაც კი ასოცირდება. უმრავლესობისთვის ეს სეზონი ფერადი და ხალისიანია, ზოგიერთისთვის კი პირიქით. ფერების მიღმა კი ზოგ ადამიანს შეუძლია ზაფხულის სურნელითაც შეიგრძნოს. ზაფხულს ჩემთვის აქვს აი მანდილოსნის კარგი ლამაზი ქალბატონის სურნელი. ჩემთვის აქვს ვარდის და მინდვრის ყვავილების სურნელი. ბავშვობის მოგონებასთან გაზაფხული რო იყო და ზაფხული რო მივდიოდი სკოლაში, ისეთი ადგილი იყო, სადაც გავივლედი, იყო ძალიან ლამაზი ყვავილები, სიმწვანე და არაჩვეულებრივი მოგონება და სურნელი დამრჩა იქიდან. სიცოცხლის გართობის და სოფელში ბავშვებთან და ბებო და პაპასთან. ყოველ ზაფხულს სურნელი აქვს, როცა შვილიც კარგად მყავს, შვილიშვილიც, ხუთი შვილთა შვილიც. აი ჩემთვის ზამთარია თუ ზაფხული ყოველთვის კარგი სურნელი აქვს. სიყვარულთან. ახლობლების ნახვასთან მეტი მოძრაობაა ზაფხულში. ხეები რო იფუჩქნება, სიყვარული. ბუნება და სიყვარული ერთად არის დაკავშირებული. ბუნებისა და ყვავილების სურნელი ბევრისთვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილადაც კი იქცა. თუ ერთხელ მაინც ჩაგივლიათ კოლმეურნეობის მოედანზე, ყურადღებას ერთი მეყვავილე იქცევს. მისი ყოველდღიურობა ადამიანების შერიგებასთან, განშორებასთან და შეყვარებასთანაა დაკავშირებული. ზაფხულში ყვავილების სურნელით მონუსხული ადამიანების ისტორიები კი მის მეხსიერებაში მრავლადაა. ასოცირდება უფრო ყვავილებთან რა. სილამაზე ყვავილების სუნი, იასამნის სუნი, იქ არის კიდევ ლამაზი ზამბახებია. უფრო სიყვარულთან ასოცირდება, ეს ისმის სუნი, მე ეს სიყვარული გოგოსთან გახსნილების სკოლის პერიოდი წინსვლისა და ყველაფერი წარმატების ის არის ზაფხული რა. ყველაფერი თუ ამე გინდა შეიყვარო თუ ვინმე უფრო ზაფხულში მოგდის ეს ყველაფერი გემონება მაგის ყველაფერი სიყვარულისაც, ქეიფისაც, ყველაფერი ზაფხულში ასოცირდება უკვე მეტად. ზაფხულში აი მაგათ მოსულა ვარდების დონია, გაბუტული ყოფილა თავის შეყვარებულთან და ის შემირიგებია. ფსიქოლოგების თქმით, სურნელი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოს აღქმაზე. სხვადასხვა არომატმა კი შეიძლება განსხვავებული განწყობა შეგვიქმნას კიდევაც. 5 ძირითად გრძნობას შორის ფსიქოლოგები სიმძაფრის მიხედვით სწორედ ყნოსვას გამოყოფენ და ამის კონკრეტული ახსნაც აქვთ. სხეულს აქვს თავისი მეხსიერება. ჩვენ ხო გვახსოვს რაღაცები და სხეულს ბევრად მეტი ახსოვს. აი მაგალითად დედისუნი. დედაშვილს შორის აი ყნოსვა არის ძალიან განვითარებული და იგივე მაგალითად ბავშვი დედას გარდა მხედველობისა შეხებით და სუნით გრძნობს და აღიქვავს. და არის სიყვარულის ენაშიც აი ხუთ ენაზე რო საუბრობენ, ერთ-ერთი არის სწორედ ჩახუტება, შეხება და ესეც არის დაკავშირებული სხეულთან კონტაქტი იმ რაღაცა შეხების გარდა იმ სურნელებასთან, რომელიც ადამიანისთვის მისაღებია. გარდა ამისა, ჩვენი მეხსიერება მუშაობს ხშირად აი ეგრეთ წოდებული ლინკებით. რაღაცასთან კავშირდება და ძალიან ხშირად ბავშვობის სუნებთან. მაგალითად, ჩემთვის მაგალითად წვანილი არის ჩემთვის სამშობლო სუნი. ალბათ ადამიანებს ქონიათ ეგეთი შემთხვევა რაღაცა ისეთი ამ სურნელებაზე, მაგალითად წვიმის მერე ტყისან, ბალახის სურნელებაზე შეიძლება წამოვიდეს მთელი ბავშვობა. დაფნის ფოთლების სურნელი ბევრს აფხაზეთს და იქ გატარებულ ბავშვობის წლებსაც კი ახსენებს. დაბა ლისელიძეში გატარებული მოგონებების სურნელი ბევრისთვის დღესაც მძაფრია. დაფნის ფოთლებთან ერთად ბებოს მიერ მომზადებული საკურთხის სურნელით ზაფხულის მოგონებებს აღძრავს. ზაფხულში ბებია, საკურთხის სუფრა, ფუსფუსი, საკმეველი სუნი. მივდიოდი ლესელიძეში 3 თვით.
და წარმოიდგინეთ, იქაც თავისი სუნი ქონდა აფხაზეთს, ოღონდ მართლა. აფხაზეთს რომ გავივლიდით გაგრას, სოხუმს, აი თავისებური სურნელი იყო იქ და რომ გადავიდოდით უკვე ლესელიძე სოჩისკენ, იქ იცით რისი სუნი მახსოვს? დაფნის ბებიის სუნი მახსოვს. მარტო ცხოვრობდა ბებია ჩემი, როდესაც ოთარ ანთქვრივი წავიკითხე პირველად. ასოცირდებოდა ოთარ ანთქვრივი ბებია ჩემთან. ზუსტად ისეთი ქალი იყო. ჭიშკარს გარეთ არ გადიოდა. როდესაც საკურთხს აკეთებდა, ეს იყო მისთვის დიდი ცერემონიალი, იცით როგორი ზეიმი. ეს იყო მისთვის, აი როგორც ჩვენს ახალი წელია და ვემზადებ ბებია ჩემის ყველა საკურთხი იყო ესეთი და მახსოვს დილას ეზოს დააწყებდა, დაასუფთავებდა და შემდეგ თონეში პურს ამოაკრავდა. ყველს ამოიყვანდა, ზალაში ესე გაშლიდა დიდ მაგიდას და სარკმელის სუნი იყო. ზაფხულის მოგონებები წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად მატულობს. ზოგიერთი მათგანი უკვალოდ ქრება, თუმცა რამდენიმე მოგონებას, რომელსაც სურნელი ახლავს, გაქრობა არ უწევია.